მოგესალმებით, ვაგრძელებთ კიდევ ერთხელ შანშის პროდუქციით აზიური კერძების მომზადებას. შანში არის კომპანია, რომელიც ერთ-ერთი მსოფლიოში უმსხვილესი აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს, როგორიც არის ატრია, როგორიც არის ზეთები, ვოკის ზეთი, სეზამის ზეთი, მიწისთხილის ზეთი, ასევე სოიოს соуსი, ხამანცქების соуსი და ასევე ბევრი სხვადასხვა მზა და ნახევრად მზა ასორტიმენტი, რომელიც ძალიან გიადვილებთ სახში კერძების კეთებას და შანშის პროდუქტებთან ერთად თქვენთვის საწმის კეთება ძალიან მარტივია. და გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ჩინური ახალი წელი ახლოვდება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგიმზადოთ ქათმის ნუდლებს, რომლისთვისაც გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში შანშის სობა ნუდლებს, გამოვიყენებთ სოიოს соуს, გამოვიყენებთ ოისტერ соуს, გამოვიყენებთ ასევე შანშის ვოკის соуს, რომელიც ძალიან საინტერესოა და ეს არის, რომ დამატებითად აგემრიელებს თქვენ კერძს. ასევე დაგჭირდება ლობიოს ყლორტები და ასევე დაგჭირდება ბამბუკი, რომელიც ასევე შანში წარმოგიდგენთ დამარინადებული სახით. დაგჭირდება ქათმის ფილე, ხორბლის ატრია, ხახვი, ბულგარული, მწვანე ხახვი დაგჭირდება კომბოსტი. სახამებელი დაგჭირდება, შაქარი დაგჭირდება, ღვინო ან საკე, ჩვენ შემთხვევაში ღვინო იქნება, ან წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენი გემოვნებით არის, ოდნავ შავი წიწაკა ისიც გემოვნებით, ასევე ჯინჯერი და დავიწყოთ ჩვენი კერძის კეთება. სანამ ჩვენი პროდუქტების დაჭრას დავიწყებდეთ, პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ соуსი, რომელიც ასევე რაღაც მომენტში იქნება ჩვენი ქათმის მარინადიც და ამისათვის დაგჭირდება ხამანცქის соуსი, სოიოს соуსი, ვოკის соуსი, რომელიც უფრო მეტ მრავალფეროვან და გემრიელ გემოს შეიტანს ჩვენს კერძში. დაგჭირდება ასევე თეთრი ღვინო, დაგჭირდება წყალი, შაქარი, დაგჭირდება 2 სუფრის კოვზი სოიოს соуსი, ხამანცქის соуსი, 2 სუფრის კოვზი, ესეც, 1 ჩაის კოვზი შანშის ვოკის соуსი, 3 სუფრის კოვზი ღვინო, ჩვენ მიწისთხილის ზეთს ვიხმართ ამ შემთხვევაში. 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი სახამებელი, შავი პილპილი გემოვნებით. ეს ახლა უნდა მოურიოთ კარგად, შაქარი კარგად გაიხსნას. მოკლედ ეს ჩვენი соуსი მზად არის, რომელიც ასევე შეგვიძლია ჯერ გადავიტანოთ სხვა ჯამში, რომ ცოტა დავიტოვოთ. ეს არის როგორც ჩვენი соуსი, ასევე არის ჩვენი ქათმის მარინადი. ქათამი შეგვიძლია დავჭრათ კუბიკებად, შეგვიძლია დავჭრათ ხელგრძელ ნაჭრებად და მოვათავსებთ ჩვენს თან соуსში, თან მარინადში, სანამ სხვა ბოსტნეულს დავჭრით, გავამზადებთ, კარგად დამარინადდეს და ეს ჩვენი აზიური არომატები, რომელიც ჩვენი შანშის სხვადასხვა соуსებმა მოგცეს, კარგად გაუჩნდეს. ბოსტნეულის მომზადება, ანუ ბულგარული. ჯერი ისევ ვჭრით, ისევ პატარა კუბიკებად, ნახევარი თავი ხახვი, ესეც პატარა კუბიკებად. ეხლა ნიორი დავკეტავთ. სტაფილოს გავთვლით, ასევე გრძელ ჟულიანებად, ჯერ ესე ჩავჭრით. კომბოსტო. ასევე კომბოსტოსაც ჟულიანებად, მწვანე გემომიცეს, არის მწვანე ხახვი. მოკლედ, მომდევნო ეტაპი ჩვენ ის არის, რომ ეხლა წყალს ავადუღებთ და ჩვენს ნუდლებს, სობა ნუდლებს, ატრიას იგივეს მოვხარშავთ და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შანშის აქვს სხვადასხვა სახის არჩევანი ატრიას მიმართულებით, იმიტომ რომ აქ ჩვენ მაგალითად ეხლა სობა ნუდლს ხმარობთ, არის ასევე ბრინჯის ნუდლები, არის ასევე კვერცხის, რომელიც მზადდება, რამენის ნუდლები, ასევე ხორბლისგან დამზადებული, ბევრი სხვადასხვა არჩევანი და ფართო ასორტიმენტი შეგვიძლია წარმოუდგინოს. ჩვენ ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, რომ აგვიღოს სობა ნუდლი, რომელიც არის უფრო ნაცრისფერი, ცოტა უფრო მკვრივი არის თვითონ ნუდლი და თვითონ უხეში არის, არ არის ძალიან რბილი და მარტივად არ გადაგეხარშებათ. მოვხარშოთ და დავიწყოთ ჩვენი კერძის უკვე ვოკში მომზადება. დაფას კარგად ვახურებთ, ვასხამ შანშეს ვოკის ზეთს, ხახვი, ნიორი და ჯინჯერი. ნახე რა კაი სუნი წამოიღო. მოვთუშავთ ამას ეხლა დაახლოებით 2-3 წუთი. ეხლა რომ ქათა მე ძალიან არ გამოგიშვეს. დავამატოთ ჩვენი ბოსტნეულები. დავამატოთ ბამბუკის ყლორტები. ასევე მონგოლობიოს ყლორტები.
დავასხათ ეს ყველა соуსი. მწვანე ხახვი. ბოლომდე კარგად. მოკლედ, ეხლა დავასერვიროთ ჩვენი კერძი. დასამთავრებლად აქ გვჭირდება არის ისევ მოხალული სეზამი. და ამასაც მოვაყრით. ოღონდ ძალიან ბევრი აღარ მინდა და всё, ეგ არის. ჩვენი კერძი მზად არის და ის აქვე შეგახსენებთ, რომ შანშის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ნიკორას სუპერმარკეტებში. დიდი მადლობა.